ბახვა ბრეგვაძე. ვარ ყოვლის მცოდნე, იმიტომ რომ აქვს რაღაც ბევრი პროფესია და რომელიც ჩამოთვალო არ ვიცი, მოდი იყოს მარკეტინგის სპეციალისტი. კითხვა ზოგადად ძალიან მიყვარდა, მიყვარდა იმიტომ რომ სამწუხაროდ ახლა ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ ისე ხშირად შვიდად დავჯდე ან მივწვე და ვიკითხო. ამიტომ ვიცი როდის ვკითხულობ ხოლმე ის ზაფხულში დიდი ხნით როდესაც ვისვენებ, მიმაქვს ბევრი წიგნები და ვიწყებ იქ კითხვას. ამიტომ ძალიან ბევრ წიგნს ვკითხულობ ამ პერიოდში. აუცილებლად ვურჩევ არუდატი როი არის ესეთი ინდოელი ქალბატონი, წვრილმანების ღმერთი ალბათ. და არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ რეალურად არის იმაზე თუ რაღაც წვრილმან თქვათ შემთხვევებს ამბებს რამხელა გავლენა შეიძლება მოახდინონ ჩვენს სამომავლო ცხოვრებაზე, ცხოვრების წესზე, ქცევაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მოგეწონებათ და წაიკითხეთ. კიდევ ვიცი რა, შეიძლება არ ქონდეს ბევრს წაკითხული, პანკ როკ მომღერალი ქალი არის პატი სმიტი. იცით ალბათ და მან დაწერა მემუარები თავის ცხოვრებაზე და თავის ბოიფრენდის ცხოვრებაზე, რომელიც იყო ფოტოგრაფი, თვითონ ეს ქალბატონი იყო ძალიან საინტერესო ქალი, ცხოვრობდა ძალიან საინტერესო და უწერია ძალიან კარგად ეს ყველაფერი, ისე მხატვრულად, რომ აი გეგონება ძალიან კარგ ისე მხატვრულ ნაწარმოებს კითხულობთ ისე, მაგრამ უწერია ეს თავისი ბიოგრაფია, ეს თავისი მემუარები. და გირჩევთ აუცილებლად გაერთობით და რაღაც სასიამოვნო იმას დაგიტოვებთ. შეგრძნებას რომ მორჩებით. ხალეთ ჰოსეინი, იცით ალბათ, ყველამ ავღანელი მწერალი და The Kite Runner არის ძალიან კარგი წიგნი, არის რაღაც მამაშვილის ურთიერთობაზე და ძალიან საინტერესოდ ვითარდება. დეტალებს არ გავამხელრო, თქვენ თვითონაც უფრო დაინტერესდებით, მე როდესაც წაიკითხო. ფილმებს რაც შეეხება, ფილმის ყურება მიყვარს და ძირითადად რატომღაც მიყვარს ძველი ფილმები. ახალმა თანამედროვე რეჟისორმა ჩემი ეს მოსაწონი როგორ არ გადაიღეს, მაგრამ ისე რომ რაღაცა ვურჩიო, ალბათ არ ვიცი. ჩემი გირჩიოთ, აი ბოლო დროს ოსკარზე რაც წარდგენილი ფილმები ალბათ კარგი საყურებელია ხოლმე ოსკარები, როდესაც ნანახი გაქვს რაღაც ფილმები, ამიტომ გირჩევთ The Room, ოთახი არის ესეთი ფილმი, რომელიც არის 5 წლის ბავშვზე, რომელიც ერთ ოთახში არის და არ არის ჯერ გასული ამ ოთახიდან და ძალიან საინტერესო არის აი ამ ბავშვის გადმოსახედიდან დანახული სამყარო და არასოდეს არ დავფიქრებულ არ ამაზე და ძალიან მომეწონა. და 5 წლის ბავშვის მიერ აღქმული ეს რეალობა არის ჩემი აზრით კარგი საყურებელი. და ასე რომ ირლანდიურია მე მგონი ეს ფილმი The Room ნახეთ. ჩემთვის მე აი პატარა ვიყავი, როდესაც აი პირველი ფილმი რაც მახსოვს რაღაც მძაფრად აღვიქვი და დამამახსოვრდა იყო მექანიკური ფორტოხალი კუბრიკის და ყველაზე მეტად მიყვარს ამიტომ ეს, თუმცა არსებობს ძალიან ბევრი ფილმი და რეჟისორი რომელიც მიყვარს და გირჩევთ რომ ნახოთ ყველაფერი და მე თქვენთან გაფილტროთ რა მოგეწონებოდა რა არა. ძველ ფილმებს გირჩევდით. მუსიკაში ყველა ჟანრი მომწონს. ანუ მუსიკა არის სულ ჩემთან ერთად, პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით. მე თვითონ მაქვს ჩემი, თქვათ, ფავორიტი, ეს იქნება ელექტრონული მუსიკიდან დაწყებული, კლასიკით დამთავრებული, ყველაფერი მიყვარს გააჩნიას მდგომარეობას, სიტუაციას და ადგილს, ხო? მუსიკა, ან თვითონ თქვათ, სიმღერა თუ რაც იქნება, მიყვარდება იცი რის მიხედვით, რამე კარგს თუ მახსენებ. შეიძლება ეს იყოს კარგი დღე, შეიძლება იყოს კარგი რაღაცა წუთი, ადამიანი და ასე შემდეგ. ამის მიხედვით არის ჩემი რაღაცა პლეილისტი შემდგარი და ზოგადად ჩემი ცხოვრების საუნდტრეკი არის რაღაცა მიქსი ამ რამოდენიმე მუსიკის. ქალაქი რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო, ხო? მე ვარ ალბათ უკვე სუბიექტური, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად, თქვა სამსახურიდან გამომდინარე მიწევდა სიარული, ეხლა ჩემ მეგობრებთან ერთად დავდივარ, სულ ძირითადად პატიჟებენ ხოლმე და დიდი მადლობა მათ ამისთვის პარიზში. და ამიტომ განსაკუთრებულად მიყვარს ეს ქალაქი და მე ამას ვაბრალებ, რომ ყველაზე ხშირად რადგან დავდივარ, უკვე კარგად ვიცნობ და შესაბამისად უკვე ძალიან მიყვარს. როგორც ახლა სასამართლო წავიდე, მაინც აქ მინდა ხოლმე დაბრუნება, ჩვენი ქალაქი ისე მიყვარს და ვერაფერში ვერ გავცვლიდი. თუმცა, თქვათ, უფრო აი როგორი ქალაქები მომწონს დიდი ქალაქები, ლამაზი ქალაქები, მაგალითად მადრიდი, ბერლინი, ისევ პარიზი, ანუ დიდი ქალაქები, სადაც არის სივრცე და ისუნთქება და რაც მთავარი არის ლამაზი. ნიუ-იორკში არ ვარ ნამყოფი. და ზუსტ წინასწარ ვიცი რომ ყველას მოუგებს ჩემთვის და მინდა რომ აუცილებლად წავიდე.
თუმცა ფრენა მეზარება 12 საათი, მაგრამ ღირს ნიუ-იორკის გულისთვის ამის ატანა ბევრი ჩემი მეგობარი ცხოვრობს, მელოდებიან და აუცილებლად უახლოეს მომავალში წავალ იმედი მაქვს. ტურისტ აუცილებლად წავიყვანდი ორ ქალბატონთან. ნინო ელისაშვილთან და ნანა გურგენაძესთან. ახლა გეტყვით რატომ? ამზადებენ მსოფლიოში ყველაზე გემრიელ საჭმელებს, მაგრამ ქართულ საჭმელებს და უცხოელს პირველი წავიყვანდი მანდ, რომ ენახათ როგორი სამზარეულო გვაქვს. თუმცა რა თქმა უნდა, მე გავიყვანდი გარე და ჩვენს ღირსშესანიშნაობებს დავათვალიერებდი და იმ შალხიძეც წავიყვანდი, გაბრიაძის ქუჩაზეც წავიყვანდი და ასე შემდეგ. ალბათ ყველა სადაც წავიყვანდი. ძირითადად ვერთობი მეგობრებთან სახლში. ანუ ეს არის ჩემი გართობა. მიყვარს ხოლმე მათთან სტუმრად სიარული, ანუ როდესაც ისინი მოდიან ჩემთან და ესე ყველაზე კარგად ასე ვერთობი. კლუბებშიც რო გითხრათ, რომ კლუბების დიდი თქვათ სტუმარი ვარ, არა, მაგრამ იშვიათად სიამოვნებით ვერთობი და მგონია რომ ქართული კლუბები არის რაღაც მოწოდების სიმაღლეზე. ანუ თუნდაც რა დიჯეები როდესაც ჩამოდიან ის დიჯეები, რომლებიც დღეს მსოფლიოში არის ან ძალიან პოპულარულები და ასე შემდეგ და ამიტომ სიამოვნებით კარგ მუსიკას კლუბშიც უსმენ და მიყვარს კიდეც ელექტრონული მუსიკა კლუბში. პროფესიული რჩევა მივცემდი პიარის და მარკეტინგის სპეციალისტებს იმას, რომ უყვარდეთ ადამიანები. იმიტომ რომ ხა რაოდენ უცნაურის არ უნდა იყოს, შეგხვდებიან ესეთი ამ სფეროში ესეთი ადამიანები, რომლებსაც ეზარებათ ადამიანებთან ურთიერთობა და ეს რა თქმა უნდა არ გამოვა ასე. ყველაზე მეც ვსწავლობ ადამიანებისგან. არ არსებობს უინტერესო ადამიანი. ყველასგან შეიძლება ისეთი საინტერესო რაღაც შეისრუტო, რასაც ვერც წიგნში ამოიკითხო, ვერც კარგ ფილმში ნახო, ვერც სხვა ადამიანში იპოვო ძალიან განათლებულში ან ისეთში მაგარში და ასე რომ ეძიეთ ადამიანებში საინტერესო ამბებს და საინტერესო ინფორმაციებს. ეს იქნება ჩემი რჩევა პროფესიული მათთვის. ვთვლი რომ პროფესიული რჩევა როგორც მსახიობმა თავს უფლება არ უნდა მივცე, მაგრამ მაინც ვურჩევ რა, რომ იყავით ნამდვილები. და ეს გააუცილებლად დასაფასებელი იქნება ეკრანზე. ჩემი რჩევა არის ეს. შემიძლია გირჩიოთ ორი სპექტაკლი, რომელიც ახლა მოვყარი თვალი რო არის და მე ანახი მაქვს. ეს არის მოახლეები ნიკა თავაძის, სადაც სამი უძლიერესი მსახიობი ქალი, ბაია დვალიშვილი, ნატო მურვანიძე და ნინო კასრაძე თამაშობენ და ნუ ამით ყველაფერი ნათქვამია, არის მასტერკლასი, როგორც მომავალი მსახიობებისთვის და მსახიობისთვის, ასევე მაყურებელი ძალიან სიამოვნებით არჩევა მათი პროფესიონალიზმით. და თვითონ სპექტაკლიც რა თქმა უნდა ძალიან კარგია. და ასევე არის დოის, დათო დოიაშვილის ცხოვრება იდიოტისა, სადაც ჩემი მეგობრები აჩიკო სოლოღაშვილი და გიორგი ბახუტაშვილი მონაწილეობენ. არის ძალიან კარგი სპექტაკლი, წარით გირჩევთ, ნახეთ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც გაყოფილებით არჩევით, აქაც ძალიან ნიჭიერი მსახიობები თამაშობენ და არაჩვეულებრივი დადგმაა. ძალიან მშია, ამიტომ გეტყვით როგორ მოამზადოთ guacamole соуსი, ჩემი მეთოდით, არის მარტივი და არის ძალიან გემრიელი რა და ყველაფერს უხდება, მე მგონი და სახში რაღაც კარგი ფილმის ყურების დროს ან კარგი წიგნის კითხვის დროს შეგიძლიათ გააკეთოთ ეს соуსი და ორცხობილა იქნება ჩიპსი თუ რაღაც სხვა ესეთი ამ ჯგუფის რამე ჩააწოთ შიგნით და ძალიან გაერთოთ. ესე ძალიან მარტივია, მოგიყვებით უცებ. ლაიმის ცედრას გახერხავთ, ერთი ლაიმის ცედრას. ამავე მე ამ ლაიმისვე წვენს ჩაწურავთ. წვრილად, ცოტა მარილს მოაყრით, ორ ავოკადოს გაჭრით შუაზე, ცოტა რბილს, სუფრის კოვზით ესე ამოაგდებთ. დაჭრით მწვანე ხავს. თვალით ხდება ეს ყველაფერი, მარილსაც ოდნავ თვალით მოაყრით, ნუ მაინც რო არ დავაბნიოთ ხალხი, იყოს ნახევარი კონა მწვანე ხახვი ორ ავოკადოზე. და ბოლოს უკვე რომ ამას ჩაჭყრიტავთ, იცით, პიურეს რო აკეთებდნენ ჩვენ ბავშვობაში, აი იმ ჯოხით. ბლენდერით არა, იმიტომ რომ ბლენდერით ძალიან კრემი ხდება და ამას უხდება ცოტა ხორციანი რო არა. ამიტომ პიურეს ჯოხით ესე ჩაჭყრეთ. ზემოდან დააყრეთ ბოლოს ქინძს და აიღებთ მე კიდე ჩიპს, კიდე ორცხობილას, ამას ესე ჩააწევთ, ან კოვზით დაადებთ და ძალიან გემრიელი იქნება. და გაერთობით, კარგ ფილმსაც უყურებთ, როგორც გითხარით, წიგნსაც წაიკითხათ, ან უბრალოდ სტუმარი რომ მოგივათ, მარტივად დახვდებით ამით. რეკომენდაციას აუცილებლად ვუწევ 101.9-ზე, რადიო ქალაქზე, გადაცემა 3 ბლოკი, რომელსაც წარუძღვებიან უნიკალური და ყოვლის
ცოდნე და შემძლება ახვა და კეთალომიცე. გირჩევთ რომ არ გამოტოვოთ, იმიტომ რომ ძალიან მხიარული სამი ბლოკი იქნება. თუ რაზე იქნება ეს გადაცემა, თქვენ თვითონ დაიჭერთ რადიო მიმღებებზე, მე ნახავთ.